დღეს მოვისმინეთ მაცხოვრის მიერ აღსრულებული ერთ-ერთი სასწაული. ჩვენი საუბარი ამ თემას შეეხება. მაცხოვარი ბრძანდება თაბორის მთაზე. მან თან წაიყვანა თავისი სამი გამორჩეული მოწაფე. მათ წინაშე ფერი იცვალა. იქ არის გამოცხადება მოსესი, ელიასი. მოწაფეები არიან ერთგვარ სულიერ აღდგენებულ მდგომარეობაში. მაცხოვარი ჩამოდის მთიდან, მათ შორის არის დიდი საუბარი სულიერი მაცხოვრის ჯვარცმაზე, კაცობრიობის მომავალზე, მოციქულების ხვედრზე. უფალი ასე ესაუბრება მოწაფეებს, ასწავლის, შეაგონებს, სულიერ თემებზე არის საუბარი და უცბად ქვემოთ მთისძირა შოჩქოლი. ხმაური, ერთი ამბავი, დაპირისპირება. ხდება საკვირველი ამბავი, მოყავთ ერთი ეშმაკეული ჭაბუკი, რომელიც ძალიან მძიმე ცნეულია. ამ კაცს არ აქვს ფიცხელი სარწმუნოება, იპყრობ ხალხს, არ აქვს წმენა დიდი. მოწაფეები, ბურჯები და მაცხოვარი არ არიან სხვა მოწაფეებთან. ეს კაცი სთხოვს მაცხოვრის სხვა მოწაფეებს, დარჩენილებს ქვემოთ არიან თაბორის მთის ძირში, რომ მათ განკურნონ აი ეს სნეული ჭაბუკი. ისინი ლოცულობენ, ისინი აფუცებენ, ეშმაკს განასხამენ, მაგრამ დემონი ფიცხელია, ეს ყრმა ყრუ და მუნჯია, დემონს არაფერი არ ესმის და ისევ აი ამ ჭაბუკს აწვალებს და მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ეს ამბავი მოეწონათ, გაუხარდათ ფარისევლებს. მათ მიეცათ საშუალება, რომ იესო ქრისტე მისი მოწაფეები დაეგმოთ, აი თქვენ ხართ მასტურები, ხალხს აშფოთებთ, ტყუილა თქვენს თავზე რაღაცეებს იბრალებთ. არ შეგიძლიათ ეშმაკეულის განკურნება და არის დიდი ქაოსი. მოწაფეებიც არიან შეძუწუნებულები. მათ მაცხოვარმა მისცა ძალა, ხელმწიფება, რომ მათ დემონები განდევნონ, თუმცა მათთვის ვერ შეძლეს. მათაც აქვთ ტვინის სარწმუნოება, დემონი ფიცხელია და აი ამ ჩოჩქოლში, ხმაურში, გაურკვევლობაში, აი მაცხოვრის ეს ამაღლებული საუბარი სხვა მოწაფეებთან გარწმება. ხდება ხოლმე ხშირად, როცა ეკლესიაში ტარდება ღვთისმსახურება, აქ ანგელოზები გალობენ, მსხვერპლი შეიწირება, სამღვდელოება, მედავითნეები, მგალობლები ასრულებენ ღვთისმსახურებას. ერი ამას ისმის, ჩართულია ისიც ღვთისმსახურებაში, თუმცა ტაძარში არის ხმაური, ჩოჩქოლი, ლაპარაკი, საუბრები მიწიერ საქმეებზე, განკითხვაზე, ჭორაობაზე, რა ვიცი, ათას რამეზე, ფეხბურთზე, ამაზე, იმაზე. თუმცა ჩვენ ტაძარში მოვდივართ სულიერი მსახურების მოსასმენად. აი როგორც მაშინ მაცხოვარი მოწაფეებს ესაუბრება სულიერ დიდებულ საქმეებზე, მაგრამ ხალხი ჩოჩქოლობს, ხმაურობს, დაპირისპირება, გაუტოლების არის ეკლესიაშიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად. მოძღვარი
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ იძლევა შენიშვნას, მერე მას ერიდება უკვე ამდენი შენიშვნების მიცემა, უხერხულია და ჩვენც აი ამ მძიმე მდგომარეობაში ვდგავარ და ღვთისმსახურებას ავასრულებთ. ტაძარში უნდა იყოს სიჩუმე, სიწნარე, ჩვენ როგორც უკვე ითქვა, ვუსმენთ ღვთაებრივ მსახურებას და ვასრულებთ და მასში თანამონაწილეობთ. იგივე თქმის ეზოშიც. აქ ჩართულია მიგაფონები, რომ ხმა იყოს ეზოში, ტაძარში ბევრი ადამიანი მოდის მადლობა ღმერთს, რომ მათ ეზოში მოусმენთ ღვთისმსახურებას. ამიტომ ტაძარში და ეზოში ხმაური მიუღებელია. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. და აი ამ ჩოჩქოში, ხმაურში, როცა მოწაფეების უკვე რთულ მდგომარეობაში არის, მათ პასუხი არა აქვთ, რა უთხრან აი ამ ჭაბუკის მამას, იქ მყოფ ხალხს, მათ ვერ შეძლეს ეშმაკის განდევნა და საჭირო არის მაცხოვრის მოსვლა. უფალიც არ აგვიანებს, ის მოდის, ჩამოდის თაბორის თიდან მან ფერი იცვალა. თუ რამოდენიმე ხნის უკან თავისი ღვთაებრივი მან წარმოაჩინა წამიერად. მოწაფეებმა მას თვალი ვერ გაუსწორეს, აი ეს სულიერი მდგომარეობა, მაცხოვარი მოდის, აი ამ ხალხში და კითხულობს, რაშია საქმე, რა მოხდა? და აი უფალო მოვიყვანე ჩემი ძე, ის ეშმაკეულია, მას ეშმაკი აწვალებს, შეიპყრობს, ხან ჩააგდებს წყალში, ხან ჩააგდებს ცეცხლში, ხან გაშეშდება, ძირს დავარდება, დუჟი მოსდის, ორგავს, ეშმაკეულია. შენმა მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისი განკურნება და გთხოვ, რომ შენ ჩემს ურწმუნოებას შეეწიე და განკურნე ჩემი შვილი. მაცხოვარი კითხულობს, რამდენი ხანია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაშია? სიყრმიდან. ანუ ეს ბავშვი არის მძიმედ ვნებული დაბადებიდან. ეშმაკმა შეიპყრო ეს ჭაბუკი და მას ასე სტანჯავს. მაცხოვარი გასცემს ნანებას, რომ მომგვარეთ მე ეს ბავშვი მასთან მიიყვანა ამ ჭაბუკს, ისე მას ეშმაკი შეიპყრობს, ძირს დაანარცხებს. მაცხოვარი მივა, ზოგს მკვდარი გონია უკვე ეს ბავშვი. ეშმაკს განდევნის და ამ ბავშვს ჯანმრთელობას მიმადლებს. გავა გამოდენიმე ხანი ეს ჩოჩქოლი ჩაცხრება, ფარისევლებს გენა ჩაუვარდებათ, ეს მშობელი გახარებულია, სხვებს უხალია, მოწაფეები არიან შეწმუნებულები. უფალო ჩვენ რის გამო ვერ შევძლეთ ეშმაკის გამდენა. ჩვენ მოგვეჩვენ ძალაუფლება, რომ ეშმაკის გამდენა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძლებთ. რაშია საქმე? და მაცხოვარი უნება თქვენი ურწმუნოების გამო, თქვენი მცირედ მორწმუნეობის გამო. თუ გაქვს შენ მართალი, ცოცხალი რწმენა, რა თუ ეშმაკს თას გადაღანაწვდებ. თაო ადექი და გადადის ყოფხარით და მასე მოხდება. და ასევე დემონი განედევნება ლოცვით და მარხვით. აი ეს ორი სათნოება, ლოცვა და მარხვა და მთავარი სარწმუნოება. ჩვენ ყველას ეშმაკი და დემონი გვებრძვის. ამას ყველა ვგრძნობთ. ძალიან ბევრ შემთხვევაში.
ეს გრძნობა ხან ცხადლივია. პირდაპირ გრძნობ რაღაცა უხილავი ძალის რაღაცა გამოქმედება შენზე. გარდა ამისა, თქვა ჩვენი ეს ნებები, არასწორი აზრები, მერე ნება თუ უკვე იქცევა ცოდვათ, ეს საქმეები უკვე ჩვენი არასწორი არის დემონის ქმედების ნაყოფი. ადამიანი რითი უნდა ებრძოლოს დემონს? ჩვენ ვიცით, მოციქულები გვასწავლიან, როგორც მძღვინავი ლომი. ისე დაძრწის დემონი, რომ ადამიანის ცვლილების თანხას და ჯოჯოხეთს წაეტაცოს. ჩვენც გვაქვს მოცემული ეკლესიის სწავლებით, მოძღვრებით. დემონი არ ცხრება, ის არ ძღება, მას არ ძინავს, არ წყულია, არ შია, სულ მუდამ ადამიანს ებრძვის. მისი თავარი მიზანი არის ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა. და ის ამით ღმერთს ებრძვის. ადამიანი არის ღვთის ხატება და მსგავსება და ის ებრძვის ადამიანს და ამით დემონი ებრძვის ღმერთს. ადამიანს უზღუდავს ცხონების და გადარჩენის გზას. ადამიანს აღარ შესწევს ხოლმე სულის ხონებაზე. აი ამ გზაზე დგომა და სიარული. აი ჩვენ რა უნდა ვქნათ ადამიანები? უნდა გქონდეს სარწმუნოება, პირველ რიგში მართალი სარწმუნოება, მართლმადიდებლური სარწმუნოება. ერთადერთი მაცხონებელი და სწორი მოძღვრება, რომელიც მაცხვარმა იქადაგა, მოციქულებმა ის შემდგომში გაავრცელეს და მსოფლიო კრებებმა ისინი დაამტკიცეს საეკლესიო კრებებზე, რომელიც დღემდე არ შეეცვლება და არ იცვლება. მართლმადიდებლობა უცვალებელია, როგორც ღმერთია უცვალებელი, მისი სწავლებაც უცვალებელია. მასში არაფერი ადამიანური არ შემოდის და ვერ შემოვა. და ასევე ორი მთავარი სათნოება, ლოცვა და მარხვა. აი ამით დემონი განედევნება. პატარა ამონარიდი წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებიდან იგი საუბრობს ლოცვის და მარხვის აუცილებლობაზე. ქრისტიანისთვის თვით მოციქულებისთვისაც კი მარხვა აუცილებელია. ძალზე იშვიათია შემთხვევები, როცა ეშმაკთა და ბოროტ სულთა განდევნას და ავადმყოფთა შველას ახერხებდა ადამიანი, რომელიც არ მარხულობდა. შეიძლება მოინახოს თითო ოროლა პიროვნება, რომელიც სულიერად იმდენად წმინდაა, რომ მას უმარხულოდაც შეუძლია უწმინდურ სულებთან გამყარება. მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რომ ადამიანმა, ვინც სიამეში ცხოვრობს და უხვი და რჩეული საკვებით იკვებება, თავისგან ან სხვისგან ასეთი უბედურების გამოდევნა შეძლოს. ამას კიდე გავიმეორებ. ყოვლად შეუძლებელია, რომ ადამიანმა, ვინც სიამეში ცხოვრობს და უხვი და რჩეული საკვებით იკვებება, თავისგან ან სხვისგან ასეთი უბედურების გამოდევნა შეძლოს. პირიქით, იმას, ვინც საკუთარი თავისაგან ან და სხვისაგან ავსულთა გამოდევნას ცდილობს, მარხვა განსაკუთრებით სჭირდება, რადგან წმენასთან ერთად იგი სულსა და სხეულს უდიდეს სიმტკიცესა და ძლიერებას ანიჭებს. იგი ადამიანში სიყვარულსა და სიბრძნეს ნერგავს. ადამიანს
ანგელოს ამგვანებს და უსხეულო ძალებთან ბრძოლის ძალასა და უნარს აძლევს. მაგრამ იმისათვის, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მოგვეცეს, მარხვასთან ერთად აუცილებელია ლოცვაც. ლოცვის გარეშე მარხვა სარგებელს კი არა, ზიანს მოგვიტანს. ამიტომ მარხვის დროს ლოცვა აუცილებელია და კიდევ მეტი ლოცვა მარხვას წინ უნდა უძღოდეს. ავსულებთან და უსხეულო ბოროტ ძალებთან გამკლავების უნარის გარდა ლოცვა და მარხვა ადამიანს მრავალ სხვა სიკეთეებსაც აძლევენ. მაგალითად, ის ვინც ლოცულობს ისე, როგორც საჭიროა და თან მარხულობს, ხორცის გაუმაზრობისგან თავისუფლდება და ცოტა აღაშიρდება საარსებოდ. ვისაც ცოტა აღაშირდება, ის ანგარებიანი ხარბი და მომხოჭელი აღარაა. მასში ადამიანებისადმი სიყვარული და დახმარების სურვილი იზრდება და მას უყვარს მოწყალების გაცემა და გაჭირვებაში მათთვის დახმარება. მეორე, ვინც მარხულობს, ის მსუბუქი და ღვთაშესხმული ხდება. ხნესულით ლოცულობს, ბოროტნებებს იხშობს, ღვთის წყალობის ღირსი ხდება და თავის ქედმაღალ სურს მოათვინიერებს და დაასრობს ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ მოციქულები გამუდმებით მარხულობდნენ. ვინც ლოცვასთან ერთად მარხულობს, იმას ორი ფრთა აქვს, თვით ქარზედაც უმსუბუქესი. ამას გავიმეორებ კიდევ მეორედ. ვინც ლოცვასთან ერთად მარხულობს, იმას ორი ფრთა აქვს, თვით ქარზედაც უმსუბუქესი. ასეთი ადამიანი არ თვლემს, ბევრს არ ლაპარაკობს, არ ამთქნარებს და ლოცვის დროს აღარაა მოდუნებული და ღონემიხტილი, როგორც ერთ ბევრს მოსდის ხოლმე. იგი ცეცხლზე სწრაფი და მიწაზე მაღალია და იქცევა დემონთა ყველაზე საშიშ მტრად და დემონთა ლაშქართან ყველაზე ძლიერ მებრძოლად. რადგან თუ კი ადამიანი გულწრფელად ლოცულობს, მისი ძლევა არავის და არაფერს არ შეუძლია. თუ ქვრივმა შეძლო მოედრიკა უსასტიკესი მბრძანებელი, რომელსაც არც ღმერთის ეშინოდა და არც ადამიანების არ ცხენოდა, მით უმეტეს ღმერთის წყალობის მიღებას შეძლებს ის, ვინც დაუღლელად დგას მის წინაშე, აოკებს თავის მუცელს და უარყოფს სიამეებს. თუ კი სხეული სუსტი გაქვს და გამუდმებით მარხვა არ შეგიძლია, შენი სხეული სუსტი არაა, რათა ილოცო და მუცლის სიამოვნებები უგულებელყო. თუ კი მარხვა საერთოდ არ შეგიძლია, მაშინ ფუფუნებას მაინც უნდა ერიდო და რაც შეიძლება უბრალოდ იცხოვრო. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მარხვასთან ახლოსაა და ჩვენს სულებში ეშმაკის მძვინვარებას ახშობს. დემონს არაფერი უყვარს ისე, როგორც ფუფუნება და ლოთობა, ყველა ბოროტებათა სათავე და დედა. ამას კიდე გავიმეორებ. დემონს არაფერი უყვარს ისე, როგორც ფუფუნება და ლოთობა, ყველა ბოროტებათა სათავე და დედა. სწორედ მათი მეშვეობით ჩააგდო ისრაელელები ერთ დროს კეთაყვანისმცემლობაში, ხოლო სოდომელები უკანონო ამხორცებით აღანთო. ეს იყო ამბობს წინაწერილი, სოდომის დანაშაული, ამპარტავნება, ხორმუცელობა და უდარდელობა იმისი. ამავე გზით სატანამ მრავალი სხვაც დაღუპა და ჩააგდო ჯოჯოხეთის წიაღში. აი რა არის მარხვა და ლოცვა. დემონი გაურბის მარხველს
და მლოცველ ადამიანს და პირიქით მას უყვარს ის, ვინც არ ლოცულობს და არ მარხულობს. აქედან ვინც მარხვას და ლოცვას ებრძვის, თქვათ რაღაც ახალი სწავლებები შემოაქვს ეკლესიაში, მარხვის წინააღმდეგ, ის ასრულებს დემონის საქმეს. ჩვენ მოგვესმა თუ მარხვას რამხელა ძალა აქვს. ლოცვას რამხელა ძალა აქვს. თავად მაცხოვარი მარხულობს და ლოცულობს. თავად მოციქულები მარხულობენ და ლოცულობენ. 21 საუკუნე ეკლესიაში მორწმუნეები მარხულობენ და ლოცულობენ. ჩვენ ალბათ არ არსებობს ეკლესიის წმინდა მამა, ვინც ამ თემას არ შეხებია, რომ მარხვა და ლოცვა აუცილებელია ქრისტიანი ადამიანისთვის. ვინც არ მარხულობს და არ ლოცულობს, ის დგას ეშმაკის გზაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მარხვა შევიყვაროთ, ლოცვა ეს ღვთისგან მოცემული კანონია. სათნოება, რისი მეშვეობით ადამიანი განასხავს ბოროტ და დემონურ სულებს. ღმერთმა ამის ძალა და უნარი მოგცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.